ალერგოლოგი, პედიატრი გიორგი კამკამიძე, მოგესალმებით ბატონო გიორგი, რომ ხართ ჩვენი სტუმრები. რა ვიცით ამ ვირუსის შესახებ, ის აქამდე არსებობდა, რა ისტორია აქვს და რამდენად სახეცვლილია ახალი ვარიანტი? მოგესალმებით. პირველ რიგში უნდა ვახსენოთ, რომ ეს ახლა არ გაჩენილა მაიმუნის ყვავილის ვირუსი და წინა წლებშიც იყო შემთხვევები, უბრალოდ წელს რატომ არის უფრო მეტი ყურადღება და აჟიოტაჟი ამ ვირუსის შემთხვევების გარშემო, ვინაიდან არ ფიქსირდება კონტაქტი ცხოველებთან, რაც იყო ძირითადად წყარო ამ ვირუსის გადაცემის და შესაბამისად ის კლასტერი ადამიანების, რომლებშიც მოხდა ეს გავრცელება უკვე 300-ზე მეტი შემთხვევა, არ უკავშირდება პირდაპირ ცხოველებთან კონტაქტს. რაც შეეხება თვითონ ამ მაიმუნის ყვავილის ვირუსს, მისი აღმოცენება და უფრო მეტად, ასე თქვა, წარმოდგენა ადამიანთა დაინფიცირების თვალსაზრისით მოხდა მას შემდეგ, რაც შეწყდა ვაქცინაცია ყვავილზე თვითონ აი ნატურალური ყვავილი. ეს 1980 წელი ჩვენთან, ხო? 1980 წელი საერთაშორისო, ასე თქვა, მიენიჭა ამ კატეგორია როგორც ერადიკაცია, ანუ მოხდა ამ ვირუსის ვაქცინაციის გზით აღმოფხვრა და ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა კაცობრიობის. შესაბამისად, ამის შემდეგ უკვე ეს ვაქცინა ფარავდა ასევე მაიმუნის ყვავილის ვირუსაც, მასზეც ჰქონდა ეფექტურობა, ამიტომ როგორც კი შეწყდა ეს ვაქცინაცია, ამის შემთხვევები შედარებით უფრო მეტი იყო ჩვენს გარშემო. მოდით ეს გავმარტოთ ბატონო გიორგი, ეს არის ყვავილის ვაქცინა და არა ჩუტყვავილას, იმიტომ რომ ხშირად ხდება ჩუტყვავილას და ყვავილის არევა ამ კონკრეტულ ვირუსთან მიმართებაში. შესაბამისად, ფრაზაც მაიმუნის ჩუტყვავილა არასწორია, ხო? დიახ, რასაკვირველია, ჩუტყვავილა უბრალოდ გავს გარეგნულად თავისი გამონაყრით, თუმცა კლინიკური სურათითაც ძალიან განსხვავება შეიძლება, თქვა, სპეციალისტმა დაინახოს ამ გამონაყრის ტიპ შორის, აი chickenpox, monkeypox და smallpox, ამ მათ შორის ძალიან დიდი მსგავსება ტერმინებს შორის და შემდეგ მოხდა თარგმანში დაკარგვა, ასე ვთქვათ, ვინაიდან ჩუტყვავილას ვირუსი სხვა ჯგუფს მიეკუთვნება, ის ჰერპესის ჯგუფს მიეკუთვნება, ეს არის orthopox ვირუსები, რომლებიც სხვა ჯგუფია, თუ კი მაინც შევადარებთ, თქვათ, ისე დაავადებებს, რომლებიც ჩვენ გარშემო ძალიან ხშირია, ეს არის მაგალითად კონტაგიოზური მოლუსკი, ეგრეთ წოდებული კანის გამონაყარი ბავშვებში, ისიც არის ესეთი წამონაზარდები კანიდან, შესაბამისად ეს აი ამ ჯგუფს მიეკუთვნება ეს ვირუსიც, მაგრამ ძალიან მსუბუქად მიმდინარე დაავადება ეს ბავშვები. ჩუტყვავილა გადატანილს ან აცრილს არანაირი პლუსი და პრიორიტეტი ამ შემთხვევაში არ აქვს მაიმუნის ყვავილთან, მაგრამ ის ადამიანები, ვინც 80 წლამდე აცრილები არიან ყვავილის ვაქცინით, ამ შემთხვევაში თუ არის დაცვა და რა სახის და რა პროცედურა? საკმაოდ მნიშვნელოვანი დაცვა ნუკლეებითაც ეს მყარდება, რომ ვინცაც აქვს ყვავილზე გაკეთებული ვაქცინაცია თავის დროზე, ის მნიშვნელოვანი დაცული იქნება, თუმცა საუბედუროდ არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც არცრილი ადამიანი ყვავილზე, მაგრამ მაინც დაემართა. ეს შემთხვევები ადასტურებს, რომ მაინც შეიძლება იყოს მართალია უფრო იშვიათად, მაგრამ მაინც ალბათ მსუბუქად წავა ბევრად ავადობა. დიახ და უბრალოდ თუ დადგა მის საჭიროება, ისე ხაზი უნდა გაუშვათ, რომ ჯერ არ დადგას ეპიდემიოლოგიური აუცილებლობა იმისა, რომ ჩვენ დავიწყოთ აცრა მოსახლეობის ამ ვირუსზე, თუ კი დადგა საჭიროება, მაინც შეიძლება ის ადამიანებიც, ვინც აცრილია ადრე, ხელახალი აცრა დასჭირდეთ, მაგრამ ვინც არ არის აცრილი, ანუ ამ შემთხვევაში აუცილებლად დაგვჭირდება, თუ კი ეს ვირუსი შეიძენს უნარს უფრო ეფექტური გადაცემის თვალსაზრისით. აი, გადაცემა როგორ ხდება? ამ ეტაპზე რა ხდება? ხო, რა თქმა უნდა, რადგანაც გადაცემა. აი, ზუსტად როგორც აღვნიშნეთ, აი სქესობრივი გზა გამოჩნდა, როგორც ერთ-ერთი წამყვანი აი ამ აფეთქებასთან დაკავშირებით, ეს ანუ ფაქტიურად არის გარკვეული კლასტერი ადამიანების და მათი ერთმანეთთან კონტაქტი ძირითადად დგინდება სქესობრივი გზით და ეს არის აი იგივე ღამის კლუბებიდან ან თქვათ აი მრავლობითი სქესობრივი კონტაქტის შემთხვევაში არის გაზრდილი რისკი. რომ თითქოს ტანის ამოსითაც შეიძლება გადასვლა თუ რაღაც დაავადების. ეს უკვე როცა არის გამოსჩარი, ხო და კანჭა. გადაცემის გზა არის ძალიან ახლო კონტაქტი, ამიტომ თუ კი არის აი ადამიანიდან გამოყოფილი
მასალასთან ახლო კონტაქტი ამ შემთხვევაში. რასაკვირველია, ესეც არის თუ კი ეს ახალი მასალა არის, იგივე სეკრეტები ადამიანის გამონაყოფი ასე ვთქვათ და აქ შეიძლება თეორიული შანსი არის, მაგრამ პრაქტიკული ძალიან დაბალი შანსია ეს. არ შეგვეშინდა. ჰაერწვეთოვანი გზა ამ შემთხვევაში არ არის, მომავალში თუ შეიძინა ზუსტად ჰაერწვეთოვანი როგორც კორონავირუსის შემთხვევაში გვაქვს ასეთი გადაცემა, მაშინ გაცილებით იზრდება რისკი. ეხლა არის ძალიან ახლო კონტაქტი. ხოლო და ოჯახის წევრზე, ხო? დიდხანს ერთად თანაცხოვრების დროს შესაძლებელი არის ჰაერწვეთოვანი გზით გადაცემა, ხო? აქ სქესობრივი გადაცემა და კანით კანზე ასევე ძალიან ახლო კონტაქტი. კოვიდის დროს იყო რამდენიმე წუთში და 5 წუთში ადამიანთან ადამიანისგან შეიძლებოდა გადმოგდებოდა, ესე არ ხდება, საათებზეა საუბარი, ხო? ბატონო გიორგი. აქ არის საუბარი აი უშუალოდ კონტაქტზე, ახლო კონტაქტზე და არა წვეთოვანი გზით გადაცემაზე. როგორ იწყება ავადობა და რა დროს არის ადამიანი გადამდები და ალბათ ინკუბაციის პერიოდსაც უნდა შევეხოთ, რამდენ ხანში შეიძლება კონტაქტიდან გამოვლინდეს ვირუსი. საკმაოდ აი ფართო საზღვრებია 5 დღიდან 21 დღემდე არის ინკუბაციური პერიოდი, ანუ დაინფიცირებიდან 21 დღეში გამოვლინდეს ინფექციის ნიშნების გამოვლენის თვალსაზრისით. ჯერ უბრალოდ იწყება გრიპის მაგვარი მიმდინარეობა, იგივე ტემპერატურული რეაქცია, ლიმფური კვანძების გადიდება, დაღლილობა და ესეთი არასპეციფიური სიმპტომები, კუნთების ტკივილი, რომელიც დამახასიათებელია ძალიან ბევრი ნაკლებად არის, მაგრამ შეიძლება იყოს გრიპის მაგვარი გამოვლინებები, ნაკლებად არის დამახასიათებელი ესეთი რესპირატორული, თქვათ, სიმპტომები, უფრო ზოგადი, ასე თქვათ, ტემპერატურული, ფებრილური მდგომარეობა და შემდეგ უკვე სპეციფიური, ტიპიური გამონაყარი, ეს არის ძალიან დიდი. შეიძლება ახსნათ კადრშიც ხედავთ და სხვადასხვანაირია. წყლულოვანია თუ როგორ და ეს არის აი ბუშტუკოვანი. ხო, ანუ ეს შეიძლება იყოს 21 დღემდე გაახანგძლივდეს ამ გამონაყრის, ასე ვთქვათ, მიმდინარეობა, თავიდან იწყება ესეთი წითელი ლაქოვანი გამონაყარი, რომელიც გადაიზრდება უკვე ბუშტუკოვან გამონაყარში და შემდეგ მოშრობა, შრება ეს და ჩამოყალიბდება ფუფხი. ანუ აი ძალიან გავს იგივე ჩუტყვავილას მიმდინარეობას, უბრალოდ უფრო დიდი ზომის, როგორც წესი, გამონაყარია და ადრე, როდესაც ყვავილის პრობლემა იყო, ჩვენ ყოველთვის ვასწავლიდით იგივე ექიმებს, სტუდენტებს, როგორ უნდა ამოეცნოთ და მას მერეც, როცა განხილული იყო უკვე ეს ინფექცია, როგორც ერადიკაციის შედეგი, მაინც ხდებოდა, ასე ვთქვათ, ამის განხილვა, როგორც ბიოტერორიზმის იარაღად შეიძლება იქნას განხილული ყვავილი და ამასთან დაკავშირებით ზუსტად ექიმების მაინც მომზადება იყო, როგორ უნდა ამოიცნონ მათ ეს გამონაყარი. და შემდგომში უკვე თვითონ პრეპარატზე მუშაობაც და ვაქცინაძეც, რაც ბოლო წლებშიც მიმდინარეობდა ძირითადად ბიოტერორიზმის საფრთხის თვალსაზრისით იყო. მაგრამ ეს გვეხმარება დღეს, რომ არსებობს როგორც ვაქცინა, ისე სამკურნალო პრეპარატი. ამ შემთხვევაშიც ახლაც ავადარიან, ხო, ვიცით, 300-ზე მეტი შემთხვევა არის უკვე და უშუალოდ ამ პრეპარატით ხდება, ამ ანტივირუსული პრეპარატით ხდება მათი მკურნალობა. და რა ეტაპზე ირთვება ეს პრეპარატი? ან თუ არსებობს, თქვა, მსუბუქი მიმდინარეობა, როცა მისი გამოყენება არ არის აუცილებელი? დიახ, შესაძლოა მკურნალობის გარეშეც ჩვეულებრივად მსუბუქად მიმდინარეობდეს, მაგრამ რახან არსებობს ვირუსის საწინააღმდეგო მოქმედების პრეპარატი, ამ შემთხვევაში რასაკვირველია, მიზანშეწონილია მისი გამოყენება. 2019 წელს იყო დამტკიცებული ეს პრეპარატი, როგორც ყვავილისთვის, ისე მაიმუნის ყვავილისთვის არის ეფექტური. შესაბამისად, ამ შემთხვევაში სასაკვირველია მიზანშეწონილია მისი გამოყენება. ეს ერთი და მეორე თვითონ ვაქცინაციასთან დაკავშირებით, როდესაც იყო გარკვეული პატარა აფეთქებები ამ მაიმუნის ყვავილის ვირუსის, ამ შემთხვევაში იწყებოდა ასე ვთქვათ სამიზნე პოპულაციის სასაკვირველია ეს მთლიანად საზოგადოებაზე არ არის და მთლიან პოპულაციაზე მიზან მიმართულად ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ხდებოდა. აი ამ გამონაყარს რაიმე საყვარელი ადგილები ხომ არ აქვს რაღაც ვთქვათ სახეზე, მუცელზე, ფეხზე ან ასე შემდეგ და ასაკზეც მინდა გკითხოთ განსაკუთრებით აი რა ასაკისთვის არის ყველაზე რისკი.
ხო, ну, შეიძლება შევადაროთ ისევ აი ჩუტყვავილასავით, ეს არის გენერალიზებულია, რომ მთელ ტანზე გამონაყარი, ну, სხეულის მიდამოში საკმაოდ მასიური გამონაყარი შეიძლება იყოს. აი სამწუხაროდ აი სქესობრივი გზით გადაცემის შემთხვევაში ლოკალიზდება სქესობრივ გენიტალურ არეში. შესაბამისად, ეს როგორც წესი არის ეს თვით გაბნეული მთელ სხეულზე. რაც შეეხება ვინ არის ასე თქვა სამწუხაროდ სამიზნე უფრო რთული გართულებების თვალსაზრისით და რთულად მიმდინარეობის თვალსაზრისით ეს არის აი ბავშვები, რაზედაც დაგზოგა კორონავირუსმა უმრავლეს ინფექციას, მაინც ეს ადრეული ასაკი 5 წლამდე ასაკი არის ის, სადაც შეიძლება მოსალოდნელი იყოს მძიმედ მიმდინარეობა, ორსულები და ასევე ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები. კიდევ ერთი თემა, არსებობს ორი შტამი, როგორც ვიცით, ხო? ერთთან ლეტალობა საკმაოდ დაბალია, მაგრამ მეორე შემთხვევაში უფრო მაღალი, ხო? ამ მხრივ. დიახ, ანუ დასავლეთ აფრიკის ვარიანტი, რომელიც აი დღეს ზუსტად ვრცელდება, შედარებით უფრო მსუბუქია, ცენტრალური აფრიკის 1% არის ამ შემთხვევაში, მეორე შემთხვევაში 10%, ხო? დიახ, ერთიდან აი მაქსიმუმი აი ამ ვარიანტზე არის 3.6% დაფიქსირებული, ეს აფრიკის მონაცემები არასაკვირველია და იმიტომ რომ ეხლანდელი აფეთქების დროს სიკვდილობა სამწუხაროდ საბედნიეროდ ჯერჯერობით არ არის აფრიკის მონაცემები შედარებით დაბალია და 10% არის საშუალოდ აი კონგოს ვარიანტი. საკმაოდ მაღალი, იმიტომ რომ შევახსენოთ კოვიდზე რამხელა იყო პროცენტულობა. კორონავირუსის შემთხვევაში თავიდან იყო 2%-ის ფარგლებში, მაგრამ შემდეგ უკვე ომიკრონის შემთხვევაში ეს 10-ჯერ შემცირდა. შესაბამისად იყო 2 და ეხლა წარმოვიდგინოთ რომ ეს რთული შტამი 10%-ია სიკვდილობა, ანუ საკმაოდ საგანგაშო. მაგრამ საბედნიეროდ ეს არ არის საუბარი ამ ძიმე შტამზე, ამ ეტაპზე საუბარი არის უფრო მსუბუქ ვარიანტზე. ბატონო გიორგი, ასევე საინტერესოა, მინდოდა მეკითხა, აი რა კვალს ტოვებს ვიცით რომ კოვიდის შემდეგ ზოგს თმაცვიოდა, ზოგს რაღაც გემოდაყნოსვა ეკარგებოდა. ამ შემთხვევაში თუ ტოვებს რაიმე კვალს ადამიანი. ტოვებს ლაქებს ეს. ნაციბურების გარდა. ტანის ხრივ ნუ ეს ესთეტიკური კუთხით ნამდვილად ცუდია, გახსოვთ ალბათ ლიტერატურულ წყაროებში არის ოსპის, ანუ შედეგად გადატანილი თქვა გარეგნობა ადამიანის, ანუ ნაციბურების გაჩენა კანზე, მაგრამ ნუ არის უფრო რთული, ასე ვთქვათ, გართულებები, უფრო მძიმე გართულებები, მათ შორის შეიძლება იყოს მხედველობის დაკარგვა და ეს ერთ-ერთი ყველაზე ეს იმ შემთხვევაში თუ არ მოხდება დროული ჩარევა და მკურნალობა, რაზე არის დამოკიდებული გართულება? თუ იქნება გართულებული შემთხვევა, ამ შემთხვევაში შეიძლება გქონდეს აი ესეთი მძიმე შორეული შედეგები. კი, ვიცით რომ კოვიდის დროს იყო რაღაც კონკრეტული კრიტიკული დღეები, ხო? მე-7 დღე, შემდეგ მე-11 დღე იცვლებოდა ეს დღეები. ამ შემთხვევაში საკმაოდ ხანგრძლივი 21 დღეანია, ხო, თითქმის მიმდინარეობა ავადობის და როგორ მიდის, თქვა, პროგრესირებს თავიდანვე, უცბად დამძიმება ახასიათებს თუ რა ხდება? მას უფრო ეს ერთი ტალღის, ანუ კოვიდისგან განსხვავებით, სადაც 2 ტალღა იყო, ერთი პირველი ვირუსული ტალღა და შემდეგ იმუნოლოგიური. ამ შემთხვევაში აქ ერთი ტალღა არის თავიდან უფრო შედარებით მსუბუქი მდგომარეობა პაციენტის, შემდეგ უკვე პიკური მდგომარეობა თუ დამძიმებისკენ მიდის და შემდეგ უკვე გამბჯამთელებისკენ წასვლა. ისე რომ ამ შემთხვევაში ეს ჩვეულებრივი მრუდი არის კლინიკური მიმდინარეობის ამ ვირუსის. ამ მოცემულობით რაც დღეს არსებობს და ამ გავრცელებით ფაქტი არის, რომ ესე აქტიურად ვერ გავრცელდება და იმედია პანდემიის პირობებში არ აღმოჩნდებით კვლავ, მაგრამ რის ეშინიათ ყველაზე მეტად მსოფლიო მედიკოსებს რა შეიძლება შეიცვალოს სტრუქტურაში ვირუსის? დიახ, აი რამდენად სწრაფად შეიძლება ეს მუტაცია თუ რაც შეიძლება დავარქვათ ის მოხდეს. ხო, აი რაზედაც ვისაუბრეთ, თუ მან შეიძინა წვეთოვანი გზით გადაცემის უნარი, ამ შემთხვევაში ვდგავარ ძალიან დიდი. ეს არის მუტაციაზე დამოკიდებული რა შემთხვევაში? ამ შემთხვევაში უნდა შეიცვალოს გენეტიკური თანმიმდევრობები ამ ვირუსის, მაგრამ საბედნიეროდ, აი განსხვავებით კორონავირუსისგან, რომელიც არის RNA ეგრეთ წოდებული რიბონუკლეინის ჟავის შემცველი, აქ არის დეზოქსირიბონუკლეინის DNM-ის შემცველი, უფრო დიდი ვირუსია, უფრო რთული სტრუქტურა
სტრუქტურით და DNM-ის შედარებით ნაკლებად განიცდის მუტაციებს, ვიდრე RNM-ი შესაბამისად ამ ხრივაც შედარებით უფრო კეთილსაიმედოა პროგნოზი, ნაკლებად ექვემდებარება ცვლილებებს, ამიტომ უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს სწრაფად არ წავა აქ ცვლილებები და მოხერხდება ამ აფეთქების, ასე ვთქვათ, ჩახშობა, ეს არის ძირითადად იზოლაცია პირველ რიგში ამ პაციენტების, გვეხმარება ისიც, რომ სიმპტომურია საკმაოდ ეს პაციენტი და სიმპტომურ პერიოდში ხდება უმრავლეს შემთხვევაში გადაცემა, აი სიმპტომების გაჩენიდან მხოლოდ 1 დღე არის, როცა შეიძლება მოხდეს გადაცემა, ამიტომ ამოცნობაც შედარებით უფრო მარტივია. შესაბამისად, უფრო კეთილსაიმედო პროგნოზია, რომ არ გვექნება ჩვენ პანდემია. და შეიძლება ისიც არის, რომ უფრო მეტ ყურადღებას COVID-ის შემდეგ მსგავს საფეთქებებზე უფრო მეტ ყურადღებას ვამახვილებთ და ალბათ უფრო მეტად ვშინდებით. ადრეც ხდებოდა ახლად აღმოცენებული ინფექციები ყოველთვის ჰქონდა, უბრალოდ ეხლა რასაკვირველია 10 მაგათ 100 მაგათ უყურებთ ყველა და აი ცოტა ხნის წინ იყო მაგალითად ფრინველის გრიპის ახალი ვარიანტი ჩინეთში, საბედნიეროდ არ მიეცა ამას ასე ვთქვათ ცვლილობა და არ მოხდა მისი გავრცელება. იმედი ამ შემთხვევაშიც არ მოგვიწევს ზედმეტად ავღელვდეთ მაიმუნის ყვავილის გამო. დიდი მადლობა საინტერესო